ხო, გამარჯობა კოცებმა ამ ცუდ ევროპაში, როგორც თვითონ ამბობენ და მიუღებელ ევროპაში, ქართველებას რო აკარგიებს თურმე მთელ საქართველოს, დიდი ნოტა გაგზავნეს წერილი, რომ ჩვენო მთელ რეკომენდაციებს თქვენსას ვასრულებთო და აბაო არ გაგვიჩეროთო, რა ქვია, უვიზოდ მიმოსვლის სტატუსიო და ოღონდ აი ჩვენ გზაში ვართო, ახლა მანქანა ვართ ზუსტად აი თქვენ რო დაგვავალეთ იმის შესრულებაში ვართო რა. ხო, ნუ ახლა ეს არ დაბრუნების წერტის ცდება, მაგას ვერ შევაფასებ რა, მაგაც აქციას კრიტიკას არ უძლებს, მაგრამ თუ მაინც ასე გასწრებული ხართ ეკონომიკა რაღაცა ევროპულ ქვეყანაზე ზებიქა გაქვთ და რაღაცა, ბიტო სკოლებისთვის განათლების სისტემა, მოსწავლეების გასათბობად, ხო? შეშის გარდა სხვა რამე სისტემა რატო ვერ შექმნა? ძალიან მარტივ შეკითხვას გისვამთ, ხო? ეს ხო არ არის რა, კოსმოსში გაფრინდით, რო გკითხოთ და რა ვიცი, ამერიკის პრეზიდენტსაც ისე ელაპარაკებით, რომ მაგ ჭკუას მოუხმეთო, თორა თქვენს მაგივრათო ქვეყანასო სხვა მართავსო. ჩვენ ივანიშვილის დასმული ისა პრეზიდენტად ყოფი ფუტბოლშიცა. აი ესე ელაპარაკება, მაგრამ ტიპს, რომელიც მთელ მსოფლიოს თითი ატრიალებს, მოგწონს არ მოგწონს, სხვა თემა არის რა. რა რეალობაში ვცხოვრობთ და რა რეალობაში გვაცხოვრებთ და რა რეალობას გვიქმნით, ხო უნდა ვიფიქროთ ქართველებო ცოტა ყველაფერი ამაზე რა. თორე ახლა კოცების შექმნილი იმითი რა ქვია ბურუსით, ხო ბურუსი ქვია ამას. შორს რო ვერ გავფრინდებით ალბათ თქვენს ხვდებით რა. და ეს გაგრძელდება მანამდე სანამდე ეს ეგრეთ წოდებული მსოფლიო ჯგუფი, მსოფლიო ლიდერთა ჯგუფი არ გადაწყვეტს საქართველოში როგორი ცვლილება უნდა იყოს. გადაწყვეტენ მალე მოიცვლიან, იმიტომ რომ საქართველოში ქართველი ერის დებით არასოდეს არ იცვლებოდა მთავრობები. ერთი სვიად გამსახურდია მოვიდა და ისიც მოკლეს და მოიშორეს და მის მერე გჭირს, რაც გჭირს და როგორც გჭირს და რაშიდაც ვართ, იმაში ვიმყოფებით. ყველანაირად ჩვენი ბედი არ იქნება, იმიტომ ჩვენ მართლა პასიური ვართ. ეგენ კიდე ამერიკის პრეზიდენტიო პასიურობს, ანუ ახლა რა გონია აქტიურობაში უნდა ჩამოვიდეს ეს ამერიკის პრეზიდენტი და დაალაგოს საქართველოს ყველაფერი და თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს უკუნიდან მიგონისა. აი ეს რო თქვას ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაციამ დაიჩოქება მთელი საკოცეთი და აკოცებს ერთადერთი. მანამდე არა, მანამდე სამშობლოს ინტერესები ყოფილა მთავარი. ამ სამშობლოს ინტერესებში შედის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება იყოს 100% დაცული, სანამდე არიან. და მთელი ერი იდგეს მისი ფინანსების გარანტად. დანარჩენი თუ გინდა დედა მოწყლიან მთელ მსოფლიოს რა. ეს არის რეალობა, წარი რეალობა.